დიდმა ბრიტანეთმა ქართულ პროსახელისუფლებო ტელეკომპანიებს იმედსა და პოსტივის ფინანსური სანქციები დაუწესა. მიზეზი რუსული დეზინფორმაციის გავრცელება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა სანქციების სია დღეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის თავზე განაახლა და მას 300-მდე სუბიექტი დაამატა. მათგან კატეგორიაში სახელწოდებით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულები მხოლოდ იმედი და პოსტივი მოხვდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამარხების სანქცირებას ორივე ტელეკომპანიის შემთხვევაში ერთნაირად ასაბუთებს. ის თავის აუდიტორიას, რომელიც უმეტესად საქართველოში აწვდის და აწვდიდა განზრახ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. კერძოდ იგი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის მარიონეტია, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ. სანქციების თანახმად ორივე ტელევიზიას შეეხება როგორც აქტივების გაყინვა, ისე სატრასტო მომსახურების და დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა. ეს გულისხმობს მკაცრ ფინანსურ შეზღუდვებს, რომლებიც ბრიტანული ეკონომიკური და ბიზნეს სივრციდან დასანქცირებული პირის ან კომპანიის სრულ იზოლაციას ისახავს მიზნად. სანქციები ვრცელდება იმ ოფშორებზეც, რომლებიც ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არიან. აქტივების გაყინვა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სანქცია, რომლის თანახმად ყველა ფულადი სახსრები და ეკონომიკური რესურსი, რომელიც დასანქცირებულ პირს ორგანიზაციას ეკუთვნის, ან მათ მიერ კონტროლდება და იმყოფება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, იყინება. დასანქცირებულ სუბიექტს აღარ აქვს წვდომა თავის ფულზე და ვერ განკარგავს თავის ქონებას ბრიტანეთში. ასევე ნებისმიერ ბრიტანულ კომპანიას ან მოქალაქეს ეკრძალება ამ პირისთვის ფულის მიცემა, მასთან ვაჭრობა ან რაიმე სახის ეკონომიკური გარიგების დადება. დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის სანქცია მიზნად ისახავს ბრიტანულ იურისდიქციაში პირის ჩამოშორებას ბიზნესის მართვისგან. დასანქცირებულ პირს ეკრძალება იყოს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული ნებისმიერი კომპანიის დირექტორი. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ბრიტანული კომპანიების მართვაში, ჩამოყალიბებაში ან პოპულარიზაციაში. თუ ის უკვე არის დირექტორი, მისი უფლებამოსილება უნდა შეწყდეს. ტრასტული ან ნდობით აღჭურვილი მომსახურების აკრძალვა მიზნად ისახავს სანქციების გვერდისავლის გზების ჩაკეტვას. შედეგად სანქცირებული პირი ვერ გამოიყენებს იურიდიულ სტრუქტურებს, რათა მესამე პირების მეშვეობით დამალოს თავისი რეალური აქტივები ან მართოს ქონება ისე, რომ მისი სახელი პირდაპირ არ ფიგურირებდეს. კონკრეტულად რა მიმართულებით შეუქმნის პრობლემებს იმედსა და პოსტივის გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციები. ეკონომისტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს ტელევიზიები ვეღარ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში თუნდაც სატელიტის მომსახურებისთვის. ვერც ერთი სერიოზული ბანკი მათთვის ლარში მომსახურებასაც კი ვერ გაბედავს. რომან გოცირიძის თქმით, დროებითი გამოსავალი ჩინური არხების ამოქმედება, რაც ეროვნულმა ბანკმა ახლახან გვამცნო, თუმცა გოცირიძის თქმით, ეს მექანიზმი ჯერ გამართული არ არის და არც ერთი სერიოზული ჩინური ბანკი ამ რისკზე არ წავა. დარჩა რუსული და ირანული ბანკები, რომ ფული დაიდოს სტომრებით უნდა ზიდონ აქედან. მოკლედ ჩავდღეში არიან წილი, ვინც იჩუქა იმისი ბიზნესიც იმედს ჩაყვას სამარეში. ჯერ სადა ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა უკვე სხვების რიგია. წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. როდესაც მხარდაჭერ კომპანიებზე, ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ბარბაროსულ აგრესიას რუსეთის ხარს უჭერენ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეს აკეთებენ პროპაგანდისტული არხები და იმედი და პოსტივი ომის ბარბაროსული აგრესიის დაწყების დღიდან ავრცელებდნენ რუსეთის მეგა ნარატივებს, რომ ბატონი ზელენსკი არის თურმე დასავლეთის აგენტი, რომელმაც წამოიწყო სამხედრო მოქმედებები და ავანტურა და საწყალე პუტინი აიძულა დაეწყო სამხედრო აგრესია და გარდა ამისა ისინი მათ შორის მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ თითქოსა Deep State და გლობალური ომის პარტია იყო დაინტერესებული უკრაინაში დესტაბილიზაციით, საქართველოში დესტაბილიზაციით. ეს კი იყო რა თქმა უნდა მთავარი ის რუსული ნარატივი, რომელსაც კრემლი ავრცელებს ამ თავისი აგრესიული ქმედებების და ბარბაროსული სამართალდარღვევების, საერთაშორისო სამართლის დარღვევების გასამართლებლად. ამიტომაც ძალიან ბუნებრივი მოსალოდნელი იყო ამ ტელეკომპანიების სანქცირება ბრიტანეთის მხრიდან. ეს არის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან გაკეთებული ძალიან მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი არხი, რომელიც აფილირებულია ქართული ოცნების ბოროტმოქმედ რეჟიმთან, არის ამავე დროს ღიად ჩართული რუსეთის სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელებაში და მონაწილეობენ იმ ჰიბრიდულ ომში, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფაშისტური ფედერაცია, არა მარტო უკრაინის, არამედ სრულიად ცივილიზებული თანამეგობრობის და დასავლეთ ჰემისფეროს წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, ისინი ბევრად უფრო ადრეც უნდა დაესანქცირებინათ, მაგრამ მივესალმები ახლა მათ დასანქცირებას, რაც არის ძალიან მკაფიო გზავნილი ამავე დროს ყველა სხვადასხვა მხარისთვის, ვინც არის კვლავაც აფილირებული ამ რეჟიმთან, რომ ისინიც გაიზიარებენ იგივე ბედს. ირაკლი რუხაძემ, რომლის კომპანია Honeywell Partners-ი დიდ
ბრიტანეთში ოპერირებს იმედი ტელევიზიის სანქცირებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე სიმბოლურ ფასად 1000 ლარად გაყიდა. ახალი მფლობელია ილია მიქელაიშვილი, რომლის კომპანიაც 50% ფლობს, 10% აქვს არხის გენერალურ დირექტორს მაკალომიძესა და მის 4 მოადგილეს, ვასილ კალანდარიშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, ნათია სონღულაშვილს და მაია ჩოგიშვილს. რაც შეეხება პოსტივის, მისი 52%-იანი წილი ხალხის ძალის წევრ ვიქტორ ჯაფარიძეს აქვს, 24% კი შალვა რამიშვილსა და თემურ ჭარელაშვილს. თუმცა ირკვევა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელმაც ტელეკომპანიის წილი 2022 წლის ოქტომბერში 520.000 ლარად შეისყიდა, ფლობელთან ერთად წილის მმართველიც იყო 2026 წლის 30 იანვრამდე. 24 დღის წინ კი ამონაწერი განახლდა და კომპანიის წილის მმართველად ზაზა მარიდაშვილია მითითებული. რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირების შემდეგ პოსტივიმ პასუხად სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებული ქარდი გამოაქვეყნა, იმედმა კი განცხადება გაავრცელა. ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს. ტელეკომპანია იმედისთვის ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობა. სწორედ ამ ნდობის წყალობით უკვე მრავალი წელია ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალ რეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია იმედი კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ. იმედის მსგავსად ბრიტანულ სანქციებს ფასი არ აქვს ქართული ოცნებისთვისაც. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს კახა კალაძე და სვამს კითხვას, როდის გაავრცელეს დეზინფორმაცია იმედმა და პოსტივიმ. ეს არასამართლიანი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, ხო, ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსაც პატივს სცემთ. მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს დამოუკიდებლობას, პატივი უნდა სცენ ჩვენს სუვერენიტეტს. არავის არ აქვს უფლება. მიუხედავად ვიღაცა შეიძლება უფრო დიდი ქვეყანა იყოს, უფრო დიდი ეკონომიკით იყოს, არა აქვს უფლება რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. ის დამოკიდებულება ხა რაც გაჟღერდა, ხო, იმედთან დაკავშირებით და მეორე პოსტივთან დაკავშირებით. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება, რომ ჩავიდეთ და ვიკითხოთ, ხო, აი ძირეულად რა არის აბა პრობლემა, რატო აღნიშნული ტელევიზიები არ არსებობს პასუხი. დიდი ბრიტანეთის მიერ იმედისა და პოსტივის დასანქცირებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა ეუკნევიჩიანი, მასთან კომენტარი ევროსკოპმა ჩაწერა. Look, it's really very good step forward. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. მე ტას ვუკრავ და ვულოცავ დიდ ბრიტანეთს ამ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ევროპის პარლამენტში არაერთხელ მოგვითხოვია ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომ იგივე გაეკეთებინათ, რადგან ვფიქრობ, არაა სამართლიანი პროპაგანდის არხების არსებობა. ისინი აკეთებენ შავ საქმეს ევროპის კავშირის წინააღმდეგ. ევროკავშირის შემთხვევაში უფრო რთულია გადაწყვეტილებების მიღება. ეს უნდა ჰკითხო ბატონ ვიქტორ ორბანს ან მის პარტიას. იცით, რომ ჩვენ გვჭირდება ერთი ნავი სანქციების დასაწესებლად, თუმცა ზოგი ინსტიტუცია შეუძლია უფრო მეტის გაკეთება ასეთი პროპაგანდისტული არხების დასაბლოკად. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ჩვენ გავითვალისწინებთ ანგარიშის მოახლოებული განხილვის დროს. ჩვენ მას მალე წარვადგენთ და შევიტანთ შესწორებას. დიდი ბრიტანეთი არის ყინულმჭრელი ამ მიმართულებით. იმედისა და პოსტივის გარდა ბრიტანეთის სანქციების განახლებულ სიაში მოხვდნენ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერაში ჩართული პირები და ორგანიზაციები. გემები, რომლებიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ, რუსეთის ფინანსურ სექტორში ჩართული სუბიექტები, რუსეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული ან მის მომმარაგებელ პირებთან დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები, რუსეთისთვის სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონლის საერთაშორისო მომწოდებლები და მათი ხელშემწყობი პირები და სხვა.